ჩინეთმა დაგინახა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო, რომელიც თვითონ ზომავს, თვითონ წვიტავს, თვითონ დგავს ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც თვითონ თვლის საჭიროდ და რაც არის მისთვის საინტერესო და მისთვის სასარგებლო და არა ვიღაცა იმეებისთვის, რა ქვია, ჰეგემონებისთვის. და ეს დაინახეს და ამიტომ ურთიერთობა შენთან და თანაც, ეხლა შენ საკვანძო ქვეყანა ყოველთვის იყავი რეგიონში, მაგრამ შენ დამოუკიდებლობა არ ქონდა. ამ ხელისუფლებამდე ამერიკის საელჩო უწყვეტდა ყველაფერს, ხო? ამერიკის საელჩოში წდებოდა რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგავდა, რას იზავდა და როგორ იზავდა. ეგ მე ორ ხელისუფლებაში მახსოვს. ორ მთავრობაში მთავრობის წევრი ვიყავი და მახსოვს, რომ იმათ გარეშე იქ მოდიოდა ბრაიზა. მახსოვს, ჩემთან მოვიდნენ, ის იყო უშიშროების საბჭოს დივანი, იყო გელა ბეჟუაშვილი და ეგ და ბრაიზა მოვიდნენ და ბრაიზა იყო წამყვანი და იყო შნირი საქართველოში. უშიშროების საბჭოს დივანის შნირი იყო იმისი ბრაიზასი და ვინ იყო ბრაიზა? ბრაიზა იყო მოადგილის თანაშემწის, მესამე მოადგილის, მე-14 თანაშემწის მოადგილე. ისინი წყვეტდნენ. დღეს ესე არ არის. ადრე როგორ იყო, იცი? საქართველოსთან რამე თუ უნდათ ამერიკის საელჩოში რეკავდნენ.